რამდენად ჩემ თავთან კონტაქტი მაქვს და რამდენად ჩემს შინაგანს სურვილებს და მე ვხედავ და ვიყენებ ამ რესურსებს, რაც ჩემში არის, ხო? იმიტომ რომ ყველანაირი რესურსი არის ჩვენში. ჩვენ შეგვიძლია ყველანაირ პრობლემას გავუმკლავდეთ, თუ ამ მეებთან გვაქვს კონტაქტი. შევხვდით ამ მეებს. შევხვდით იმ წერტილებს, იქ უკმაყოფილოს, იქ შერიგება რო უნდა იმეს, იქ სევდამეს, იქ გაცოცხლებულ მეს, რომელიც გახარებულია რომ დაასრულა ეს ურთიერთობა და იქ დრო რო დაკარგა იმ მეს. რა უნდათ მათ, რას გვაძლევენ, რა რესურსებს აძლევენ ამ ადამიანს და მესთან კონტაქტი რო არ არის, ოღონდ ემოციურ შეგრძნებადობად და არა ტვინით, აი მაშინ შევდივართ ესეთივე დაკარგულ ტიპებთან, ხო? და ვკარგავთ მერე მეს კიდევ უფრო მეტად. აი უბრალოდ ისე გააქტიურა საკუთარ თავში დაცვითი მექანიზმები, პოზიტიური დაცვითი მექანიზმები, რომ ისინი უკვე შეახსენებენ საკუთარ სურვილებს და მეს აღარ დააკარგვინებენ. ესე ხდება ხოლმე როგორც წესი. ჩვენ ერთხელ თუ შევხვდით ჩვენ თავს, ოღონდ ღრმა თერაპიული კონტექსტით, არა იქ მამიკოზე ვილაპარაკოთ თერაპიაზე, მე აქ გეუბნებით აი სერიოზულ ენერგეტიკულ კავშირს საკუთარ მესთან, ზუსტად ვიცი რომ ის უკვე შეცვლის თავის ცხოვრებას. ესეთი ურთიერთობები ძალიან ბევრს გვასწავლის ჩვენ თავზე. და რაც უფრო მალე გავთიშავთ იმ ადამიანს განხილვიდან და ჩვენ თავს დაუბრუნდებით, რა ხდება ჩვენში. რა თვით შეფასების კრიზისს გვაჩვენებს აქ ეს სიტუაცია და ჩვენც ესე დავინახავთ, რომ გამოვიყენოთ ეს ადამიანი საკუთარ თავზე სამუშაოდ. და არა ცრემლებში, ისტერიკაში, იქნებ მომწეროს, იქნებ დამირეკოს. ეს სისულელი არის ეს ყველაფერი, მეგობრებო, აქ ერთი და იგივე წყალს ვნაყავთ. უნდა იყოს დაბრუნება საკუთარ თავთან. ეს არის ჯანსაღი მიდგომა, განვითარებაზე ორიენტირებული და არა ტკეპნა, მერე მათ გადავდივართ პლუტონურ, მურიელურ ენერგიას ვეძახი, ოღონდ არ არის აუცილებელი ეს კონდეს ადამიანს, გაჭედვა რო ხდება. რომ აი მარტო მაგაზე რო ფიქრო მეტი არაფერზე მაგალითად, ხო? ოღონდ დაბრუნდეს და გაშვება არ გინდა, მოდი ისე ვთქვათ, ხო რაღაცნაირად ამ სიტუაციის გაშვება რო არ გინდა, მე მანდ გადავდივართ. ეს ყველაფერი არის ამოჭამს თავს მაინც, მაგრამ ბევრ დროს გვაკარგვინებს უაზროდ და უბრალოდ აი რაღაცები უნდა გავუშვათ, რაღაცები რაც ჩვენი არ არის უნდა გავუშვათ, ხო? და ჩვენი არ არის რა ის სადაც ჩვენ ავთენტურ მესთან დანაკლისში ვართ, ხო? იქ სადაც ჩვენ არ ვიღებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა და უფრო სხვის გარშემო ვტრიალებთ, ვიდრე ჩვენი თავის გარშემო. უფრო მეც გავცემთ, ვიდრე ვიღებთ მაგალითად, ხო? და უბრალოდ ის არ არის, ვინც გვინდა და გვჭირდება.